Adlobashi დასაქმებისთვის სტუდენტურ დასაქმებაში ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენ თემში ხოჭკარის თემში სადაც რამდენიმე სოფელი შედის ჩამოსვლა ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი ხალხი ცხოვრობს რაჭაში განსაკუთრებით შრომელი თბილი მეგობრული და პატრიოტი და მე მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე როგორ უნდა განვითარდეს აქაურობა. ყველგან რაჭაში ვაკეთებ ჩვენ გზას, ყველგან რაჭაში მივალ კარგი გზით. აი თუ არა ეს. მე ვიცი ერთი რამე. რომ ყველგან რაჭაში, ყველა სოფელში ჩვენ გავაკეთებთ კარგ წყლის სისტემას, რომ საერთოდ წყლის პრობლემა ერთხელ სამუდამოდ 21 საუკუნეში აქ მოიხსნას. ყველგან რაჭაში მივალ გაზი და პირველ რიგში თქვენ სოფელში უახლოეს თვეებში ყველა სახლში შევალ გაზი. თითო ბალონის დაკეთებით დაახლოებით ბალონი რაც გიჩნდება თვეში ზუსტად ისეთი მეიქნება ხელშეკრულებით გაზის შეყვანა ოჯახში რომ ოჯახსაც დააწვეს ეს დიდ თვითთან. ყველა სკოლა რაჭაში იქნება ისე როგორც სკოლები ჩვენ ვართ შვეიცარიას გავარ და ჯერ არ ვცხოვრობ როგორც შვეიცარი რა თქმა უნდა მაგრამ სკოლები გვექნება ისეთი როგორც შვეიცარიაში იმიტომ რომ ყველაზე მეტი ქულები ყოველთვის ეროვნულ გამოცემებში ტრადიციულად გქონდათ რაჭულ ბავშვებს იმიტომ რომ განსაკუთრებით ჭკვიანი და შრომელი ახალგაზრდობაა და წელს თველი უნდა ჩავატაროთ უფრო ორგანიზებულად ვიდრე როდესმე, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი, რომ ყურწემდა გავაკეთოთ ძალიან მაგარი. ყველი სოფლის სახელი და მთელი სახელი იცის თელმა სოფლიო. უბრალოდ თავარია რომ ეს გადაითარგმნოს იმაში, რომ არც ერთ ოჯახში აღარ იყოს მეგობრებო გაჭირვება. და ეხლა ძალიან კონკრეტული სიტუაციაა. გვაქვს არჩევნები და წერან ხალხობითმა მინდა სიმართლე გითხრა რაჭაზე. მეც მინდა ვთქვა, რომ აი ამ არჩევნებზეც გაირკვევა სიმართლე. ოქტომბერი ეს უბრალოდ ის კი არის რომ თავი მოვიწონოთ. პირველ რიგში იმისთვის რომ თავი დავიცვათ. თითოეულმა ჩვენმა ოჯახმა თავი დაიცვას ღმერთმა არქნას წარსულის უკან მობრუნებისკენ. იმიტომ რომ გვეუბნებიან ისინი რომ პირდაპირ გვეუბნებიან რომ გვინდა წარსულში წასვლა, პირდაპირ გვეუბნებიან რომ უნდა დავანგრიოთ მარტოშუშის ხედი კი არა თბილისში. სიარი გრძელი, აი ხე გავხსენი იუსტიციის სახლი ახალციხეში. შემდეგი ამ სიაში არის პარლამენტი უნდა გაუქმონ ქუთაისში, შემდეგი სიაშია იუსტიციის სახლები, იმიტომ რომ აღიზიანებთ, იმიტომ რომ მათი კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის იუსტიციის სახლი არის პრობლემა, იმიტომ რომ როგორც კორუფცია დაბრუნდება მთავრობაში, კორუფცია დაბრუნდება პოლიციაში, კორუფცია დაბრუნდება ყველა სამსახურში, კორუფცია დაბრუნდება საავადმყოფოებში, კორუფცია დაბრუნდება სოფლის, უბნის, ქუჩის. აუდეთ ქვეყნის შაქარი. Ყველი შაქარი, მილი ხალხი ისა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მაგალითად ამბროლაურში იყოს უკეთესი საცურაოაზი ვიდრე არის თბილისის ცენტრში. მოვიდეთ უკეთესი ძებით ვიდრე სხვაგან. აი ეს არის. კიდევ რაც შეეხება დასაქმებას შეიძლება გაგიგურდეთ მაგრამ ძალიან ბევრი ვაკანსიაც არსებობს ასევე ბევრ სხვადასხვა სექტორში საქართველოში. უბრალოდ დამსაქმებელი და დასასაქმებელი ვერ პოულობენ ერთმანეთს. ბევრად უფრო დიდი ტექნიკუმი უნდა ავაშენოთ ამბროლაურში, როგორც ყველგან ვაშენებთ. ასევე დასაქმების სამინისტრო ყველგან გახსნის თავის განყოფილებას, ყველა ოჯახში შევა და ნახავთ, აი ადამიანს რა კვალიფიკაცია აქვს, ძალიან განათლებული შრომელი ხალხი. და ამ კვალიფიკაციის მიხედვით აუცილებლად გიპოვით დამსაქმების. იმიტომ რომ საქართველოში იმ პირობებში, როცა ეკონომიკა იზრდება და იზრდება, შეუძლებელია რომ ჩვენ ხალხი უნდა დავასაქმოთ. ერთი წუთი მომესმინე. 73 წლის კაცი ვარ. ბატონო. მოვესტარი. ხუთი თავრობის მოსვლას და წასვლას. ამდენი რამე
და რაც თქვენ გააკეთა, თქვენმა ჯგუფმა გააკეთა და თქვენმა მთავრობამ გააკეთა, არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია აღებულს ერთად. ბატონებო, ეს არ უნდა დავიმახსოვროთ. ეს უნდა გავიყოთ თქვენ ბატონებო. ეს უნდა გავაკეთოთ ბატონებო. ჩვენ თუ დღეს კიდევ გავაკეთებთ იმ ამბავს, რომ არჩევანს არ მივსწრებ იმან, ვინც ჩვენ გამოგვიყვანა უბედურებიდან. მაშინ ჩვენ ხალხი აღარ ყოფილვართ. ხალხი ერთი უნდა დაუდგეს. ერთი უნდა დაუდგეს. ამ მეწოდა ამის არჩევანს არ დავსვა კითხვა. ხალხი ვინც აი ხშირად ამბობენ რომ რაღა მაინდამე თქვენ გახურავთ ქუდე მე მიყვარს საქართველო. ჩვენს გვიდა კაც ჩვენს ხო გვიყვარს საქართველო. კი ბატონო, საქართველოს სიყვარული რანაირად ჩემ პირად საკუთრება კი არა, ყველას უნდა გვიყვარდეს საქართველო. მაგრამ თუ შენ ამბობ რომ თავრობაში კიდე მოსვლა იმიტომ რომ ამდენი ასაშენებელი ჯერ კიდე და რაც დავაშენებ უკვე ის უნდა დაანგრიო, შენ არ გიყვარს საქართველო. აი ესე მოქმედებენ ისინი. ამიტომ ერთადერთი რაც ჩვენ შეუძლება დაუპირისპიროთ არის ჩვენი თავმოყარეობა, ღირსება, ერთიანობა და მედგარის სული, რომ ჩვენ აუცილებლად მივიღოთ დაწყებოს ბოლომდე.